სტუმარი და ახლა ჩვენ პირდაპირ ჩართვით შემოგვერთდება ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი და საერთაშორისო კონტექსტზე ვისაუბრებთ მასთან. მოგესალმებით ქაბატონი ნინო, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ქაბატონი ნინო, მე თქვენთან მინდა რომ აუცილებლად ვილაპარაკოთ იმ მოლოდინებზე, რაც ხვალინდელ შეხვედრას უკავშირდება შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის, მაგრამ მანამდე ვიდრე რადგან შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობდით, ზუსტად აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე მინდა კითხოთ და სხვათა შორის დღეს მამუკა დინარაძის განცხადებაც იყო, რომ როგორც ჩანსო დონალდ ტრამპი ჯერჯერობით ვერ ამარცხებს Deep States. მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმოდა ქართული ოცნებისგან აი ძალიან დიდი მოლოდინი 20 იანვრის ინაუგურაციის ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურად მუშაობის დაწყების და შემდეგაც ძალიან დიდი რაღაცა ესეთი სიხარულის ყიჟინაც მოვისმინეთ, ხო, პროპაგანდისგან, როდესაც აი ასეთი ერთგვარი турბულენტობა გაიარა და გადის ალბათ ახლაც შეერთებული შტატების და უკრაინის ურთიერთობა თუ ევროპასთან დამოკიდებულება. რას ნიშნავს ეს ქაბატონთინა? აი ამ კონტექსტში სად არის ახლა საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და რას ფიქრობთ, რას ნიშნავს აი ასეთი უკვე ცვლილება პროპაგანდის ნაწილში, თუ შეიძლება ამას რომ დავარქვათ ცვლილება? მოგესალმებით თამარ, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ იმ თავითვე არა ქართული ოცნების წარმომადგენლების, იმიტომ რომ მათ არ მგონია რომ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ, მაგრამ ივანიშვილი რითიც აიმედებდა თავის უშუალო გარემოცვას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ისე ვთქვათ, დაახლოებულ ბიზნეს ელიტებს, რომ აი ცოტაც გავუძლოთ და მე ტრამპი საჩვენო გადაწყვეტს საქართველოს ბედს, ეფუძნებოდა იმ დაშვებას და არა მხოლოდ დაშვებას, არამედ როგორც ჩანს რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას, რომელზეც ივანიშვილს და მოსკოვს ხელი მიუწვდებათ, რომ ტრამპის გეოპოლიტიკური პოზიციები რეგიონთან და კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებით შესაძლოა ყოფილიყო უფრო ლმობიერი და ნაკლებად აქტიურად, ვთქვათ, უკრაინის მხარდამჭერი. და ამას ეფუძნებოდა შესაბამისად ის დაშვებაც, რომ თუ რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუ პუტინს ის უფრო გააძლიერებს, ხოლო უკრაინის ომის დასრულების ეტაპი, ვთქვათ, უკრაინის ინტერესების და ევროპის ინტერესების საწინააღმდეგო წარიმართებოდა, მაშინ ბუნებრივია, რომ ოლიგარქის რეჟიმი უფრო უკეთ იგრძნობდა თავს ამ გარემოში, ვიდრე დაუშვათ ის პოლიტიკა, რო გაგრძელებულიყო, როგორიც იყო წინამორბედების პირობებში, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ გაცხადებული და როგორც ამას აპირებდა და აპირებს ჯერ კიდევ ევროპა. ანუ ამ შემთხვევაში ისინი უბრალოდ კონკრეტულად ტრამპის პოზიციებს განიხილავდნენ როგორც რაღაც შორს მიმავალ სამოკავშირეო პოლიტიკას, იმიტომ რომ იმ დაშვებიდან ამოდიოდნენ, რომ ის თქვათ პუტინთან უფრო მეც საერთოდ განახავდა, ვიდრე ამას გააკეთებდნენ სხვა გუნდის წარმომადგენლები, თუ ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ამ ეტაპისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ვაშინგტონს რაიმე ფორმით განსხვავებული პოლიტიკა ექნება, გარდა იმისა, რომ იმათ უბრალოდ ყველაფერთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკა აქვთ, ვიდრე ეს ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას და მის ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების რაღაც ერთგვარი გადახედვა მიმდინარეობს საწყის ეტაპზე. სხვა არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსთან მიმართებით მათი ინტერესი შესუსტებულია, ან საქართველოსთან მიმართებით იმდენად არის შესუსტებული, რომ მთლიანად აპირებენ პუტინს გადაულოცენ ეს რეგიონი, ან ჩინური ინტერესებისთვის თავისუფალი დატოვონ ეს არეალი. ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი საფუძველი არ აგვაქვს ვიფიქროთ, რომ ივანიშვილთან ახლო მომავალში რაღაცნაირად ტრამპი უფრო ლმობიერი იქნება და სანქციების პოლიტიკას გადახედავს ან დაალაგებს მოკლედ როგორც თვითონ ამბობდა. ხო, ანუ ჯერჯერობით არა პირიქით ქართული ოცნების წარმომადგენლების რიტორიკა უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ეტაპზე დაალაგების რესურსი არ გამოკვეთილა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ საქართველოს ამ წუთას კონკრეტულ პრიორიტეტებში არ არის ვაშინგტონის, თუ იმიტომ რომ მათ ვერ მონახეს რაიმე ხაზი. ფაქტია, რომ მათ შორის ჯერჯერობით იმ ფორმის დიალოგი არ არის, რომ რაიმე მათ საკითხილდღეო განცხადებები გაკეთდეს, ან თუნდაც უკუაგდონ ის განცხადებები, რომელიც აქამდე გაკეთებულა.
ფაქტია რომ ის სანქციების ის რეჟიმი რომელიც აქამდე დაწესდა ჯერჯერობით არავის გადაუხედავს და ჯერჯერობით არავის უთქვავს რომ საქართველოში რომ ავტორიტარული მმართველობაა დამკვიდრებული ეს კარგია და ამერიკისთვის ეს მოსაწონი პოლიტიკა. ამიტომ ამ ეტაპისთვის ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ივანიშვილს იმაზე მეტად არ უმაგრებს არაფერი ზურგს ვიდრე ეს აქამდე იყო. ან ის ჯერ კიდევ რჩება პუტინის იმედად და იმის იმედად რომ აი ამ რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-ევროპის ომში პუტინი რაღაცნაირად ისე მოძლიერდება რომ ივანიშვილისთვისაც მოიცლის. ეს არის თქვა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მოლოდინი, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ევროპა გაცილებით უფრო ძლიერია თავის პოზიციებში დღეს უკრაინასთან მიმართებით და ასევე აცნობიერებს რომ რეგიონთან მიმართებით პოლიტიკა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო დაასუსტებს ევროპის პოზიციებსვე ახლა როგორც გლობალურ მოთამაშესთან და ამ ეტაპზე ევროპული პოზიციების გაძლიერება მიდის და არა შესუსტება. ამიტომ ვფიქრობ რომ ივანიშვილის რეჟიმს როგორც ასეთი მაინც და მაინც აზეიმოთ საქმე არ აქვს. სხვა საკითხია რომ შიდა პოლიტიკური პროცესები ამ ეტაპისთვის სწორედ იმის გათვალისწინებით რაც ხდება მსოფლიოში ძალიან არის დამოკიდებული აი ამ რყევებზე და ამიტომ შიდა პოლიტიკური პროცესი ისე აქტიურად ვერ მიდის როგორც ჩვენ გვინდა რაც ცხადია რომ აძლიერებს ივანიშვილს და არა დემოკრატიისთვის. კი ბატონო, ეს ყველაფერი დიდწილად იქნება დამოკიდებული მათ შორის იმაზე თუ რა მოხდება, როგორ შეთანხმდებიან შეერთებული შტატები, რუსეთი, უკრაინა, როგორ მოხდება ხანგრძლივი მშვიდობის სამართლიანი და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული მშვიდობის დამყარება, როგორც ამას ევროპელი ლიდერებიც და უკრაინის პრეზიდენტიც არაერთხელ ამბობენ. ქალბატონო ნინო, საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები, ჩვენ ვიცით რომ მარკო რუბიო მიიღებს მონაწილეობას უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრაში და ამ მოლაპარაკებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, ხომ, როგორ გაგრძელდება შემდგომ უკვე პროცესი, აი განსაკუთრებით ოვალურ კაბინეტში მომხდარი ამ უთანხმოების შემდეგ. რას ფიქრობთ თქვენ, რა მოლოდინი გაქვთ მას შემდეგ, რაც მათ შორის დონალდ ტრამპმაც უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სადაზვერვო მონაცემებზე წვდომა პრაქტიკულად უკვე აღუდგა უკრაინას და ეს ასე გაგრძელდება და როდესაც შეჩერებულია დახმარება უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ ლოგიკიდან, რომ ვინაიდან ახლა ეს შეხვედრა დაგეგმილია ზუსტად იმავე ფორმატით, როგორიც ეს იყო განხორციელებული რუსულ დელეგაციასთან ერთად, სწორედ აი ამ რაღაც ერთგვარად სკანდალური შეხვედრის შემდეგ ოვალურ ოფისში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არებმა შედარებით შეარბილეს პოზიციები ამ შემთხვევაში პირველ რიგში ვაშინგტონმა პირველი ალბათ იმიტომ რომ ეს ისედაც რაღაცნაირი გამაფრთხილებელი მოდელვითი ფორმატი იყო რომელთაც ვაშინგტონმა რაღაც გარკვეული გზავნილების გაგზავნა ცადა იმ ფორმით რა ფორმითაც ცადა და ამაზე მიღებული უარყოფითი რეაქციის საპასუხოთაც რაღაც პოზიციების გადახედვა მოხდა ვაშინგტონში, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ როგორც უკრაინაში ისე თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ პოზიციებს ძალიან არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა, მათ შორის არაცალსახად დადებითი, რაზეც ამერიკა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ისიერად რეაგირებს და ეს გამოჩნდა კიდეც შემდგომ განცხადებებში, რომელიც გაკეთდა ამავე შეხვედრასთან მიმართებით. მოლაპარაკების მაგიდაზე რასაკვირველია კვლავდევს ის საკითხი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული და ახალ ადმინისტრაციას განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რომ ცხელი ომის ფაზა სწრაფად წაიყვანოს მოლაპარაკების გზით და დასრულებისკენ. ანუ მინიმუმ შედგეს ერთგვარი შეთანხმება იმაზე, როგორ მიიღწეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებს შორის და რა შეიძლება რომ ამისთვის მხარეებმა გააკეთონ. ისიც ცხადია და ამასაც ახლა თვალს ვერ დავხუჭავთ, რომ მას შემდეგ რაც უკრაინის მისამართით კაცრი განცხადებები გაკეთდა, შემდგომ დაახლოებით იმავე ტონალობაში რუსეთს მოუწოდეს, რომ
ახლა თქვენც უნდა გამოხატოთ შესაბამისი მზადყოფნა გარდა ვთქვათ ვერბალური კომუნიკაციისა. და ეს უმაღლეს დონეზეც გაკეთდა თვითონ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება იყო, რომელიც შემდგომ მარკო რუბიოს მიერ ზუსტად ისე განიმარტა, რომ ახლა ჯერი მოსკოვის არის, რომ მათ მოხატონ, ანუ გვაჩვენონ, რომ მართლაც მზად არიან, რომ მოლაპარაკების მაგიდას მოუსწრენ, იმიტომ რომ ფაქტია, ეს ასეთ შეფასდა, განიმარტა ევროპის დედაქალაქებიდან და რაც თავარია ზელენსკის პირით, რომ პუტინის მხრიდან სიტყვიერ რაღაც ზეპირსიტყვიერ დაპირებებს არათუ ფასი არ აქვს, არავინ არ აპირებს ამას, რომ დაემორჩილოს და რაიმე ფორმით, რაიმე ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ ვალდებულებებში შევიდეს, როდესაც არანაირი გარანტია არ არსებობს ვაშინგტონის მხრიდან. ამიტომ საუბარი დაუბრუნდება დიდწილად ამ საკითხს. რა ტიპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიების აღება შეუძლია ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც მედიატორს იმისა, რომ მათ უზრუნველყონ, რომ პუტინი შეასრულებს თავის დანაპირებს, იმიტომ რომ პრაქტიკა და ისტორია გვაჩვენებს ევროპის კონტინენტზე იმას, რომ პუტინი უგულებელყოფას ახდენს საერთაშორისო შეთანხმებების, საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე აღებული ვალდებულებებისა, რომელსაც ის რეგულარულად არათუ არ ასრულებს, არამედ არღვევს სისტემატურად. ხო, კი ბატონო და ეს იყო სწორედ ის, რაც შეახსენა, მათ შორის ვოლოდიმერ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს, როდესაც მას ეუბნებოდა, რომელ წლებში რა შეთანხმებები დაარღვია, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინმა და რუსეთისგან ეს შეთანხმებები, რომ მუდმივად ირღვევა, ეს ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპამაც, რომელიც პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსაფრთხოების ახალ დოქტრინას, ახალ კონცეფციას თავაზობს, ხო, მთელ კონტინენტს, სადაც ახლა უკრაინა არის ცხელი წერტილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ასევე ოვალურ კაბინეტს თუ დაუბრუნდები და ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა, ქალბატონინო, ასე რომ შევაჯამოთ, ანუ იქ გვახსოვს ჩვენ ხო, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის ეუბნებოდა ტრამპი, რომ შენ არ გიჭირავს კარგი კარტი და შენ არ ხარ კარგი პოზიციები წარმოდგენილი. აი ახლა ხვალინდელ შეხვედრაზე როგორ ფიქრობთ, რა კარტით, რა პოზიციით მიდის უკრაინა? აქ მთავარი ის არის, რომ უკრაინა თავის პოზიციებში არის მყარი და თანმიმდევრული. უკრაინა მიცის, რომ ახლა პრინციპში სასწორზე დევს უკრაინის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და შენარჩუნება. მათ იციან, რომ ნებისმიერი დათმობა ისეთ მომლაპარაკებელთან, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი, ნიშნავს მათ დაღუპვას. ანუ ეს ნიშნავს, რომ უკრაინა როგორც უსაფრთხო ერთეული თავის სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ აქ ახლა იმ მოდალობებზე კი არ არის საუბარი, რომელ ტერიტორიებს რაღაცნაირად გადაწყვეტს ტრამპი, რომ დაუთმოს რუსეთს, ან სად გაევლოს ხაზი, ან სად განთავსდეს სამშვიდობოები. არამედ აქ არის ფუნდამენტურად საუბარი იმაზე, რომ მას შემდეგ რაც შედგება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოს ის, რომ პუტინი თავის მხრიდან კვლავ არ გახსნის ცეცხლს, ან ისევ არ გადაწევს ხაზს, ან მაინც არ დაარღვევს ამ პირობებს და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვალდებული ვართ, მათ შორის ჩვენ აუდიტორიას შევახსენოთ, მართალიას ოვალურ ოფისში არ თქმულა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 5 აგვისტოს შეთანხმება არ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების დღიდან. დადების დღიდან ირღვევა 5 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთის მხრიდან, რომელსაც ისინი უგულებელყოფენ, ისინი ახდენენ ტერიტორიების შემდგომ ოკუპაციას, ტერიტორიების მიტაცებას და მცოცავ ანექსიას აგრძელებენ მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია და ვლადიმერ ზელენსკიმ შესაძლოა ძალიან სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ თუ ახლა მოლაპარაკების ეტაპზე გადავდივართ და მოლაპარაკების მაგიდასთან ხდებით და ეს მხარეებთან დიალოგის დაწყების ეტაპად უნდა განვიხილოთ, მაშინ ახლა პუტინი იმას არ უნდა აკეთებდეს უკრაინაში, რასაც აკეთებს, როდესაც მე ვზივარ ვაშინგტონშიო და სრულიად ლოგიკური იმიტომ რომ ესე იგი ტრამპის სიტყვასაც და ტრამპის მოწოდებასაც ის ისევე უგულებელყოფს, როგორც ამას აკეთებდა წინა ადმინისტრაციის პირობებში და ესე იგი ამ პოზიციების გადახედვა არ განიხილება მოსკოვში. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ეს პოზიციები უნდა იქნეს გათვალისწინებული ვაშინგტონში. უკრაინა ჩადის იმავე პირობებით, რა პირობებიც ჰქონდათ. უკრაინა პირობებს საერთოდ არ აყენებს. უკრაინა ამბობს, რომ მომეცით უსაფრთხოების გარანტიები
იმისთვის რომ მე შევძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა. ანუ მომეცით რაღაც ტიპის გარანტია ერთიანმა დასავლეთმა, ვისაც ამის უზრუნველყოფა შეგიძლიათ და ამ შემთხვევაში ეს არის ვაშინგტონი, რომ მე შევძლო ჩემ ხალხს ავუხსნა, რატომ ვაწერ ამ შეთანხმებას ხელს და ხომ არ მოხდება ამ შეთანხმების დარღვევა და თუ მოხდება ამ შეთანხმების დარღვევა, მაშინ რას აკეთებენ მოკავშირეები და გარანტორები, რომლებიც თავის თავზე იღებენ იმ პასუხისმგებლობას, რომ პუტინი დავალდებულებებს შეასრულებს. ცხადია ისევ იქნება მინერალების თაობაზე შეთანხმება დღის წესრიგში, თუმცა ეს არის უბრალოდ მოლაპარაკების საკითხი, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ ვაშინგტონის ახალმა ადმინისტრაციამაც შიდა მოხმარებისთვის რაღაც საკითხები უნდა შეძლოს, რომ თქვათ შიდა პოლიტიკურად გაყიდოს და თქვას, რომ ჩვენ ახლა აი ამ მინერალების შეთანხმებაზე მაინც შევთანხმდით, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები შეძლებს იმ თანხების ეტაპობრივად დაბრუნებას, რომელიც მან დახმარების წესით გაიღო უკრაინის მხარდასაჭერად. ბუნებრივია, რომ ეს არის არა პრაქტიკულ და პრაგმატულ ცვლილებზე გათვლილი, არამედ ეს არის შიდა მოხმარების საკითხი, რომელიც ნუ ცხადია, რომ ახალ ადმინისტრაციასაც მოლაპარაკების დასაწყებად ჭირდება. ამიტომ ესეც დადგება დღის წესრიგში. რამდენად ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მანდატი აქვს, რომ დათანხმდეს, ეს გამოჩნდება ხვალ, მაგრამ სანაცვლოდ ცხადია, რომ ისევ თანმიმდევრულად დადგება დღის წესრიგში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ანუ არა უკრაინა, არა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი ეტაპის უზრუნველყოფა და სამშვიდობოების განლაგება ევროპულ საზღვარზე. ამაზე კი არა, არამედ თავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე რა შეთანხმება შეიძლება შედგეს ვლადიმერ პუტინთან ისეთი, რომლის დაცვაც მას მოუწევს. აჰა, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კაპიტან ნინო, დაველოდოთ ხვალინდელი დღე მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა ისტორიულიც კი აღმოჩნდეს. მადლობა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ვინაცვლებთ კვლავ სტუდიაში, სადაც ჩვენი სტუმარია ლევან ცუცქირიძე, თავისუფლების მოედნის დამფუძნებელი, ბატონო ლევან, ახლა უკვე პარტია თავისუფლების მოედნის დამფუძნებელი. მადლობა მობრძანებისთვის და მოდით დავიწყოთ ამ თემით. რატომ გახდა საჭირო, რომ თავისუფლების მოედანი გამხდარიყო პარტია, გამოსულიყავით კოალიციიდან, ძლიერი საქართველოსთან, რომლის შემადგენლობაში თქვენ იყავით და აი ასე დამოუკიდებლად, როგორც პარტიის ლიდერს დაგეწყოთ საქმიანი. ნუ უპირველეს ყოვლისა, უნდა თქვა ის, რომ როდესაც ჩვენ გასული წლის ივლისში გამოვაცხადეთ ის, რომ თავისუფლების მოედანი იქნებოდა პოლიტიკური პარტია, ეს თავისთავად ნათელი იყო, რომ აუცილებლად გავივლიდით იმ მნიშვნელოვან